საქართველოს მოქალაქეები. რომ ამ წარმოადგენს ეს პრობლემა და ვინა რომ მხოლოდ ყველას უკან მიიტანა ჩვენ ეს პრობლემა და ყველა ღონე და სადაც თავისუფალი ადგილი იყო შეიძლება პირაობა ვერ განგვასწრებს. ანუ რომელიც არის ასე ვთქვათ მუსულმანური სახელმწიფო და მათ შეძლეს ეს რატო ჩვენ არ შეგვიძლია ორი საარჩევნო მე მაჩვენებია ის ბორბალები მიდექნერე როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, რამდენიმე დღეში მოხდება გადაწყვეტილების მიღება თუ სად გაიხსნება დამატებით საარჩევნო უბნების საზღვარგარეთ. ჩვენ ძალიან გვსურს რომ გაიხსნა საარჩევნო უბანი მიუნხენში. ვფიქრობ ეს გაუადვილეს სამხრეთ გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობას. ვფიქრობ არანაირი მიზეზი არ არსებობს საარჩევნო უბნის არ გახსნის მიუნხენში არსებულ ქართულ საკონსულოში. არანაირი კანონმდებლობა არ ზღუდავს გერმანიის კანონმდებლობას გულისხმობ საარჩევნო უბნის გახსნას აქ. მიუნხენში გახსნილი საარჩევნო უბანი არ ნიშნავს მხოლოდ მიუნხენელებისთვის გახსნილი საარჩევნო უბანს, არამედ ამ საარჩევნო უბნით შესაძლებელია ისარგებლოს მთლიანად სამხრეთ გერმანიაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა. რადგან ამ მოქალაქეებისთვის ორშაბათ დღეს, 1 ოქტომბერს, სამუშაო დღეს ფაქტიურად წარმოუდგენელია ბერლინში გამგზავრება. ტუნის ჰქონდა სულად 15 საარჩევნო უბანი და ეს ყველა არ იყოს საელჩოებში და საკონსულოებში გახსნილი, არამედ უმრავლესობა მათი იყო გახსნილი სკოლებში, დარბაზებში, სხვა ადგილას და ჩვენ ვისურვებთ რომ არა 15, არამედ ორი საარჩევნო უბანი მაინც გაიხსნას გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ოქტომბერში რომ გაგვიადვილდეს არჩევნებში მონაწილეობის იმედება, მით უმეტეს არჩევნები ჩატარდება ორშაბათ დღეს და ორშაბათ დღე აქ არის სამუშაო დღე და წარმოადგენს სირთულეს ბერლინში დასასრულს.